კვლავ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი, ანუ მეორე ნაწილით დაგიბრუნდით ძვირფასო მაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მივესალმები იმ მაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდა და ასევე ამ ნაწილში ჩვენ გვიერთდება, როგორც ყოველთვის გვიერთდება საფრანგეთიდან ჩვენი მეგობარი გიორგი ფოფხაძე. გამარჯობა გიორგი. მოგესალმები. გამარჯობა. გიორგი, კარგად არის, არ ვეკითხები როგორ ახარ, კარგად არის გიორგი. ეს უკვე სტანდარტულად არის ყველასთვის გასაგებია, გიორგი კარგად არის. საფრანგეთში აბა როგორ იქნება? კარგად უნდა რა ხდება გიორგი ევროპაში, რამე ისეთი რაც შეგიძლია მაგალითად რომ ჩვენს მაყურებელს ანუ რაღაც ინფორმაცია რო გააცნო რამე ისეთი საინტერესო ან თუნდაც განცხადებები საინტერესო ყველაფერი ჩვენთან ხდება ეგ ვიცით კაცო საინტერესო ჩვენზე საინტერესო არაფერი არ ხდება მომავალ კვირაში 10 ივლისს არის სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოზე მოხსენება და მოხსენებელი არის ჩვენი მუდმივი მოხსენებელი არის ლიტველი დეპუტატი რასა იუნკევიჩენე მაგის გვახსა და სახელს ვერ ვამბობერანაირად არა და მაქავისო გოჩა მე და გოჩა ვიცნობ მაქავს ალბათ 1987 წლიდან ხო როცა ესა რა ქვია ლიტვაში შეიქმნა სახალხო ფრონტი და იქიდან ჩამოდიოდნენ ანუ მომავალ კვირას კი არა ამ კვირას იქნება ხო ამ კვირას იქნება უკვე უკაცრავად სტრასბურგის კვირა ეს კვირა და რაღაცა არ მგონია რომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ჩვენთვის საინტერესო იქნება მაგრამ ჩვენი მთავრობისთვის რაიმე ესეთი საინტერესო იყოს ან კარგი იყოს ის რასაც იტყვიან ევროპელი დეპუტატები და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება განსაკუთრებით მას მერე რაც ჩვენი ოპოზიციის ერთადერთი შესაძლებელია ის შევიდეს რომ ოპოზიციის რაღაცა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა თანხმობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე მე რამდენადაც ვიცი ევროპელმა სოციალისტებმა სადაც ბატონი გახარიას პარტია შედის მათ თქვეს რომ ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმდენად რამდენადაც პოლიტიკური პარტიის ესე ვთქვათ მიზანი არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ახლა ევროპა მაინც რა სიტყვის არის რევოლუცია მოახდინეთ მაგას ახლა ევროპელები ნამდვილად არ იყვიან და ესენი ყოველთვის ცდილობენ რომ ყველაფერი არჩევნების გზით გადაწყდეს და არჩევნების გზით იყოს მიღებული რაღაცა პოლიტიკური შედეგი და ნახო დანარჩენი ესეთი ევროპაში არაფერი არ არის ესეთი სტაგნაციის კვირა გვაქვს რატომღაც უკრაინის მოვლენებმაც მეორე მხარეს გადაიწიეს და ისე ვთქვათ უბრალოდ იმიტომ რომ შვებულებები იწყება ფაქტიურად კვირის ბოლოს უკვე ევროპაში შვებულებების დრო იწყება 15 აგვისტომდე ევროპა ასე ვთქვათ ვის რომელი პლაჟიდან აახე უკვე აღარ იცი ხო და ახლობით მდგომარეობა თუმცა ჩვენთან საკმაოდ საინტერესო მოვლენები მიმდინარეობს და საინტერესო მოვლენები ხდება კი ბატონო თუმცა მე ალბათ ეს ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა ის რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია ევროპული იქნება ეს ზოგადად დასავლური ამერიკა იქნება ეს თუ ევროპა არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოუწოდებს აქაურ პარტიას რომ ან უნდა მიიღო ან არ მიიღო თქვათ მონაწილეობა არჩევნებში ხო ასეთ პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ ჩარევა ბუნებრივია არ არის კარგი, არ არის მისაღები და უმეტეს ევროპელებისგან ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამ დონის ევროპელი პოლიტიკოსები ამ დონის პოლიტიკურ კულტურას ფლობენ ბუნებრივია თუმცა ახლა შეიძლება მაყურებელმა თქვას რომ აბა რატო სხვა განცხადებებს რატო აკეთებენ ერთია მოწოდება კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ და მეორეა არჩევნებში მონაწილეობის მიღების არ მიღების პროცესზე საუბარი, ანუ იმ დემოკრატიულ პროცესზე, რომელიც მათთვის წმინდა პროცესია, ფაქტიურად დემოკრატია, ხო?
ამიტომ ერთია რომ პოლიტიკური პარტია ჩვენ რომელიმე პარტიას არ ეთქვის რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უნდა მიიღოს, მაგრამ მეორეა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მეორე არის დაკვირვება, ვინ როგორ მოიქცევა ამ არჩევნების დროს. ვინ მიიღებს, რატომ მიიღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე მახსენდება ის პერიოდი, როდესაც რუსეთში დავდიოდით ოფიციალური ვიზიტით, გახსოვთ თქვენ, ხო? ანუ 2017 წელს, მაგრამ მე ხო ვაშინგტონიდან ჩავედი. ვაშინგტონშიც ბუნებრივია გოსდებში შეხვედრებზე ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დიალოგი არის აუცილებელი. დიალოგის გარეშე გამორიცხულია რამეს მიაღწიო, ხო? ანუ ომით ვერ მოუგებ რუსეთს და დიალოგი არის ერთადერთი გზა. სიამოვნებდა თუ არა იმ ხალხს, ვინც ამას გვეუბნებოდა, რომ ჩვენ რუსეთთან გავმართეთ დიალოგი. ეს სხვა საკითხია, მაგრამ სწორად როგორ უნდა ელაპარაკათ, ეს იცოდნენ იმათმა. იმიტომ რომ მათ რო ეთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ უნდა ელაპარაკო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ უკვე შენს გიჩნდება სხვადასხვა კითხვები. მაშინ სხვას რას მიტოვებ? ანუ რა პოლიტიკური გზა არსებობს სხვა ჩემთვის, გარდა დიალოგისა. ომით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ომით ვერ უგებ, ხო? არის დარჩენილი მარტო დიალოგი. და მან იცის ერთია, მას მოსწონს თუ არა, რომ შენ მიდიხარ და ელაპარაკები და მეორეა, სწორად რა უნდა გირჩიოს. ანუ ის სწორი გზა, რომელიც ის სწორე მან იცის. ანალოგიური სიტუაცია არის ევროპაშიც. ერთია რომ ეუბნება, რომ რა თქმა უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ დემოკრატიული პროცესი მარტო არჩევნებით არის შესაძლებელი. და მეორეა რეალურად ის რომ გეუბნება შენ ოფიციალურად რაღაცას, რეალურად ჯერა იმისი თუ არა რომ ეს პროცესი იქნება დემოკრატიული, იმიტომ რომ წინა პროცესი და ასე შემდეგ ყველა იყო არადემოკრატიული, ყველა გაყალბდა. შენ არ შედიხარ პარლამენტში იმის გამო რომ გაყალბებულია არჩევნები, მაგრამ შენ ადგილობრივ არჩევნებში იღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ გაქვს იმედი რომ ადგილობრივი არ გაყალბდება. ანუ ეს კითხვებიც ხო ევროპელებსაც აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის, მაგრამ ევროპის და ამერიკის საერთოდ პოლიტიკური მოქმედების და პოლიტიკური ქმედებების ამოსავალი წერტილი მაინც არის არჩევნები და შენ ვერავინ ვერ გეტყვის იმას, რომ არიქა შენ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. პირიქით გეტყვის, რომ თუ მიიღებ მონაწილეობა, დასტური იქნება კიდევ ერთი იმის, რომ გაყალბდა არჩევნები. რა უნდა გითხრა? მე მახსოვს ჩვენ მე თუ ახსნები რუბიოსთან გონდა შეხვედრა და რუბიოს შეხვდი და ისე ჩახვედი მე მოსკოვში, ხო 2017 წელს ვაშინგტონიდან და მარკო რუბიოსთან შეხვედრა ქონდა ბატონ დავით არხანმოურავს. მე მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელთან, რომელიც ახალი დანიშნული იყო და პირველი შეხვედრა მას ქონდა პატრიოტთა ალიანსთან. ხო, და ხა ვერავინ ვერც რუბიო და ვერც სხვა შენ ვერდა არ გეტყოდა რომ არიქა რუსეთთან არ დაждდე და არ მოილაპარაკო, იმიტომ რომ თვითონ ისინი ლაპარაკობენ ყოველთვის იმაზე, რომ მოლაპარაკება და ჟენევის ფორმატის შეჩერება არის წარმოუდგენელი, რომ ჟენევის ფორმატში უნდა იყოს ეს მოლაპარაკებები, ეგ კი არა, აგერ ირანი და ისრაელი ომობდნენ და ტრამპმა სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბა და მაინც მოლაპარაკებებზე ლაპარაკობდნენ, ხო, ირანთან მოლაპარაკებებზე, ანუ მოლაპარაკების მაგიდა ეს არის უმთავრესი, ისევე როგორც არჩევნების მონაწილეობა, ეს არის უმთავრესი ევროპელებისათვის და ამერიკელებისათვის, ხო, ხა რევოლუცია შენ არავინ არ იმას, ხა არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ მიღება, მე განსაზღვრავს იმას, შენ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ გაყალბდა ეს არჩევნები, ხა ჩვენ იმაზე ვილაპარაკოთ, რომ არის ლეგიტიმურია, არ არის ლეგიტიმური, კი ბატონო, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენ როგორ შევხედავთ, ჩვენ როგორ გამოვიტანთ და ეს უკვე შეფასების ნაწილია, ანუ ევროპელი რას გეუბნება, მე ხო უნდა შევაფასო, არის თუ არ არის ლეგიტიმური, ხო, ანუ გაყალბდა თუ რაღაც ფაქტები ხო უნდა დამიდო. შენ თუ თქვათ, იღებ მონაწილეობას არჩევნებში და მე ფაქტებს მიდებ მაგიდაზე, რომ აგერ აქ ხალხმა ვიღაცა, ანუ რაღაც გაურკვეველი ვინაობის ადამიანები არიან და ან ხუთი გაიტაცეს, ან ვიღაცას ცემეს დააშინეს, რაღაც კადრები ვიღაცამ გადაიღო და ძალით უფრო დააძალა ვიღაცა, რომ ხმა მიეცა, ანუ ფაქტებით საუბარი არის ერთი და ამასაც გეუბნება ევროპელი, რომ
შენ ფაქტიურად უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ ეს დემოკრატიული პროცესია და თუ ეს არადემოკრატიული იქნება, შეფასება შემდეგ მოყვება ამ პროცესს. და ჩვენც ვიქნებით მონაწილენი იმ შეფასების, როგორც შენ, ასევე ჩვენც. ოღონდ რაღაც ფაქტობრივი მასალა უნდა არსებობდეს. უფრო მეტიც გიორგი ხა ჯერჯერობით ჩვენ ევროპული კონსერვატორების ესე ვთქვათ წევრები არა ვართ მაგ ოჯახში ჯერჯერობით და გვაქვს ამის დიდი შანსი რომ შევიდეთ ამ ოჯახში, მაგრამ ჩვენ გვყავს საქართველოში პარტიები, რომლებიც ვთქვათ ემერის ლიბერალების ოჯახს წარმოადგენენ, ასოცირებული წევრები არიან. იქ სოციალისტების ასოცირებული წევრები არიან, იპიპის ასოცირებული წევრები არიან და ისინი ყოველთვის ამათ ქართულ ესე ვთქვათ ჩვენს მეინსტრიმულ ოპოზიციას ყოველთვის ეუბნებოდნენ რა გაეკეთებინათ იმისათვის რომ მე არ დაეწყოთ არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას არ ვიღებ მონაწილეობას. იქ იყო პირდაპირ მესიჯები რომ თქვენ ხელისუფლებას მოთხოვეთ გენაცვალე რომ შეიცვალოს იქ საარჩევნო კანონი რაიმე იმუშავეთ და გააკეთეთ საარჩევნო კანონის ცვლილებაზე არ გიმუშავეთ და არ გაიკეთებიათ რაიმე შეთავაზება ჰქონდათ არ ქონია ეს იყო 5 თუ 6 პუნქტი იყო მახსოვს მე რომელსაც მაგალითად ბელგიური ემერი ანუ შარლ მიშელის პარტია ეუბნებოდა იგივე მას რა ქვია ლელოს წარმომადგენლებს რომ ესკენით ამ მიმართულებით იმუშავეთ ამათმა არაფერი არ მოდი გულზე ხელი დავიდო ჩვენი ოპოზიციამ ძალიან ბევრი შეცოდა ამიტომ ცოტა რთული არის იმაზე ლაპარაკი რომ ეხა არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას ან მივიღებ მონაწილეობას და მე ესა რა ქვია რაღაცას ვიჩიხდი მიხდებ ევროპელებთან და ისინიც გამიგებენ. Ოდესაც ევროპელს შენ თხოვ რომ შენ გამიგე შენც უნდა გაუგო იმ ევროპელს რომ რაღაცეები გააკეთო და რაღაცეები იმ ევროპელების მოთხოვნით თუ არა თხოვნით მაინც შეასრულო. ხო? ეს ნაკლიც გვაქვს ჩვენ ოპოზიციაში და აქვთ ეხა არის ასე და თუმცა ეს ვაჭრობა ან ზოგადად შემოთავაზება რომ თუ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში გამოგიშვებ ციხიდან მე არ ვიცი ეხლა მე ისტორიას გადავხედე მეტნაკლებად ესე რა და ვერც მეფის რუსეთის პერიოდში მახსოვს ასეთი შემოთავაზება არც კომუნისტების პერიოდში მახსოვს კომუნისტების პერიოდში ერთადერთი საგიჟეთში რო სვავდნენ დისიდენტებს ამბობდნენ რომ ან აღიარე რომ შენ ვიღაცამ დაგაძალა ან რაღაცა თუ არა და მაშინ გიჟი ხარ და უნდა ჩაგსვა საგიჟეთში მაგრამ ის რომ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა და გამოგიშვებ ციხიდან ამ ხელისუფლებამ რაც მოიგონა კაპიტალისტურმა ძალებმა რომ დაგაძალეს შენ და შენ სადაკი და ზემოს გეტყვი რაღაცა ასეთი რა ეგეთი რამე რა ვიცი მე რომელიმე ჩრდილოეთ კორეაში ეგ არ ჭირდებათ იქ სხვანაირად არის დაალაგებული სხვა დიქტატორულ ქვეყანაში რომელიმეში მანდაც უკვე კანონის დონემდე არის მიყვანილი ვინ იღებს ვინ არ იღებს მონაწილეობას და ასეთი მეთქი ასეთი შეთავაზება ოპოზიციური პარტიის მიმართ რომ შენთან გუგინდა ციხიდან რომ არჩევნებში ის კი არა რომ ციხიდან გამოგიშვება პოლიტიკას არ გაეკარო ეს ცალკე თემაა იგი მაგრამ რო აპირიქით რომ არა არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა და მაშინ გამოგიშვებ ასეთი რამე აპირულად გავიგე კომედიური რაღაცა იყო თან ესე იგი აუგზავნეს რომ 8 თვე თუ რაღაცა 2 წელი არ შეიძლება რომ პოლიტიკური თანამდებობა ქონდეს პოლიტიკური თანამდებობა ქონდეს და არიქა და ეს რა ქვია არჩევნებში მიიღე მონაწილეობა და ციხიდან გამოგიშვებო. არ ვიცი, ხო გეუბნები, რაღაც კანონის საფუძველზე ხო უნდა ხდებოდეს, თუნდაც ეს შეთავაზება. რაღაც კანონი ხო უნდა არსებობდეს, რომ ადამიანი, რომელიც თქვა ზის ციხეში, ანუ შესაძლებელია იყოს გათავისუფლებული, თუ კი ის იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ანუ თუ ხალხმა, თქვა 50,000 ადამიანმა აირჩია რაღაც პარტია და იმ პარტიაში პირველ ათეულში რაღაცა კანონი რომ მოიფიქრო პირველ ათეულში ვინც არის და თუ არის ვინმე დაკავებული ის უნდა იყოს გათავისუფლებული იმიტომ რომ 50,000-მა გადაწყვიტა რომ ის იღებს არჩევნებში აი რაღაცა კიდე რომ იყოს მესმის მაგრამ პირდაპირ ხელისუფლებას თავაზობდეს რომ თუ გინდა რომ გაგათავისუფლო არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა ხო გეუბნები ლოგიკური იქნებოდა რომ პოლიტიკას არ გაეკარო იმიტომ რომ შენ ხარ აი ცუდი ადამიანი დამნაშავე ხარ ბევრი ცუდი რამე გაკეთებული და რო არაურიო სიტუაცია ქვეყანაში პოლიტიკას უნდა გაერიდო რა და გამოგიშვებ და
ნუ დაწერო ხელწერილი რომ არ იღებ მონაწილეობას პოლიტიკაში და არა აქ პირიქით არის მე შენ დაგიჭირე იმიტომ რომ პოლიტიკურად ბევრი რამე გააფუჭე მაგრამ შენ თუ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში და პოლიტიკაში მე შენ გაგათავისუფლებ. აი ეგეთი რამე ხო გეუბნები. აქ ამ შემთხვევაში ძალიან ესეთი პრიმიტიული ის გქონდათ, ხო? სინამდვილეში რასაც შენ ამბობ, ეგ აზრი ყალიბდება, რომ ამ ადამიანებს ცუდი რამეები ქონდათ გაკეთებული, საზოგადოება დააზიანეს, პოლიტიკური საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დააზიანეს, მისი კაროჩე განვითარება, მაგრამ სინამდვილეში ხო რაზე დაიჭირის? ჩემს მიერ აღიარებული რაც არის ეს პარლამენტი და მის კომისიაზე რო არ მიხვედი. მე შენ ამიტომ დაგიჭირი. მაგრამ თუ შენ აღიარებ იმას რომ მიიღებ მონაწილეობას, ანუ აღიარებ იმას რომ ფაქტობრივად შეწყალების დროს რომ აქ უნდა მოსულიყავი თურმე, მაშინ მე ამ ყველაფერს გიხსნი. ანუ ის რაც შენ ჩამოთვალე რომ ეს ადამიანები იმიტომ კი არ არიან დაჭერილი რომ რაღაცა გააფუჭეს კაცო. არ მივიდნენ ჩემს მიერ დანიშნულ იმაზე კომისიაზე რო არ მიდიხარ ამიტომ გიჭერდა. და ამ ეგ მაოცებს რომ ამ ხალხის აი ქართული ოცნების ხარდამჭერები რომ ამბენ შეურაცხყოფილად თავს არ გძნობენ რომ ადამიანი იმიტომ კი არ დაიჭირეს რომ რაღაცა გააფუჭა. არა, მე რომ კომისია შევქმენი და აქ რომ არ მოხვედი, ამიტომ დაგიჭირე შენ. და თუ იმას მიღიარებ, რომ მე თურმე არჩევნების სწორად ჩავატარე, ესე იგი ეს კომისია თურმე მართალი ყოფილა, მაშინ კი ბატონო გამოგიშვებ, ხო? ანუ საერთოდ უკაცრავად და ფეხზე კიდია, ხალხო, ის თქვენ რა გეტკინათ, რა სამართლიანობის აღდგენა, ან რა, არა, დღეს მოვინდომე. იმისი არ იყოს, ეს რო დაიჭირეს ეხლა ზარალა, არც ვიცნობდი საერთოდ, ანუ რომ ცნობოდა, არც ის ვიცი, მტერები იქნებოდი, მოყვარები იქნებოდი, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? იმიტომ კი არ არის დაჭერილი, რომ რაღაც დანაშაულებები აქვს ჩადენილი. არა, დღეს სიტუაცია მოიტანა და გიჭერე რა, იმიტომ რომ დღეს მომინდა მე შენი დაჭერა, თორე ის რო იქ ვეღაცების სურათებს დებენ, აბა ეს კრიმინალში იყო, აბა ეს ამაზე კი არ იჭერს კაცო. დღეს მოუნდა ამ სიტუაციაში მოიტანა, იმიტომ რომ დღეს ბიზნესმენები უნდა შეაშინო, იმიტომ რომ ამ ბიზნესმა შემთხვევით რაღაცა არ შეეშალოს და სადღაც რაღაცა ლაბიჯი არ გადადგან, ხო? ანუ საერთოდ არ აინტერესებს ის რა ცხოვრებით ცხოვრობდა, ვისი და ვის მიმართ ქონდა თქვა დანაშაული ჩადენილი ის ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენა. არა, საერთოდ არ აინტერესებს. დღეს მეფე გადაწყვეტა რომ დღეს ესეა საჭირო. კანონიც მე ვარ, კონსტიტუციაც მე ვარ, ყველაფერი მე ვარ, ხო? და ამას ადამიანები ეგუებიან და ფიქრობენ, ოღონდ ის საშინელება არ მოვიდეს და ამ საშინელებას და მივიდა უკვე. უკვე დღეს შეჯიბრი მიდის ნულოვან ტოლერანტობაში. დღეს შეჯიბრი მიდის, აი ყველაფერი აკრიფ არის, აკრიფაც კი შეიძლებოდა, ხო? დღევანდელ სიტუაციაში ადამიანს თან იჭერ, კაცო, კიდევ ამბობ, თუ მას კრიმინალი ვიღაცამ დამიწერა Facebook-ზე, რომ ალ კაპონეო რაზე დაიჭირეს? ალ კაპონე დაიჭირეს გადასახადების გადაუხდელობის გამო. რატო დააჭერინა თავი? ეხლა თუ ვინმე კარგად იცის ალ კაპონეს ისტორია, ალ კაპონეს აწყობდა მაშინ, რომ ზუსტად ამ გადასახადების გადაუხდელობას დაჭერილი ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს ქვეყანაა, სადაც გადასახადები და სიკვდილი არის გარდაუვალი. აქ ამ გადასახადების გამო ყველას იჭერენ, კაცო, თუ პრეზიდენტიც რო იყოს, რო არ გადაიხადოს, იმასაც დაიჭერენ. და რამე კი არ ჩაუდეს. რა ალ კაპონესთვის იარაღს ვერ მოძებნიდნენ და არ იშოვებოდა თუ ნარკოტიკით. მე ალ კაპონეს არ სთხოვეს დახმარება ზუსტად იარაღის გადაზიდვაზე თავისი არხებით. ანუ რეალურად იტალიაში ეს არაფია ჯარების ხო, თავისი არხებში გადაეტანა. ხო და ეხა ყველაზე საინტერესო ის არის გოჩარო ამ ზარალას რომელსაც რაღაცა 80 იარაღი აქვს ოფიციალურად ამ ისეთი გაფორმებული რომელიც ძალიან იშვიათობას წარმოადგენს და კაცმა იცის იარაღი რა არის რაღაცა მაკაროვის ეფედრაფია სისტემი ეს თავმოყვარე რუსეთის პოლიციელი არ ჩაიდე მაკაროვი აღარ აქვს და თქვენ წარმოედგინეთ კაცო არ უყურებთ ხოლმე ხანდახან გადაცემებში რომ მიდის ეს ისა რუსეთის გენერლები რო ჩუქნიან რა ქვია იარაღს იქ არც მაკაროვი და არც ტეჩკინი არ არის იმიტომ რომ იქ არის ის იარაღი რომელი იარაღიც იციან ხო ეხლა ყველა ვინც მეომარია კარგად იცის ან იარაღის ის ვინც იცის რა იარაღი როგორ ჯობია აი ეს რა ქვია მაკაროვი არც შერცხვათ კაცო სხვა ეთყობა მაგრამ მე ამაზე მეცინება კაცო იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ჩემს ოჯახშიც ეხლა ვალტერიც მაქვს ბერეტაც მაქვს ისა მაქვს ბრაზილიური გლოკის პატენტი მაქვს და ჩემთან სახში რატომღაც ჩემს ოჯახის წევრს ნაგანი მოუნდა საიმპერატორო ნაგანი ჩაუდეს იმაში რა ქვია აი რა ხა სირცხვილია ხო მაყურებელს მინდა
უთხრა რომ ბატონ გოჩას უფლება აქვს რომ შეინახოს და ატაროს იარაღი. ამიტომ კი, რამე არ ჩართულობ, უფლება აქვს როგორც პარლამენტარს ატაროს და შეინახოს იარაღი. მე მახსენდება სააკაშვილის პერიოდი, გიორგი, შენს გოჩაც. ერთი და იგივე მაკაროვი მონაწილეობდა თითქმის ყველა ვერასრებდნენ მე მგონი ის მაკაროვია მე ხო ერთი პროცესიდან მეორე პროცესზე ვერასრებდნენ მაკაროვის გადატანას ბიჭო ერთი მაკაროვი მონაწილეობდა ყველგან რა გაუჭირდა ეს მაკაროვები მაგრამ ეხლაც ეს მაკაროვი მონაწილეობს სავარაუდოდ აქ მე ვფიქრობ რა არის იცი აქ არის სწორედ დემონსტრაციულობა ამ ყველაფრის აი გეუბნება რომ მე რასაც მინდა გავაკეთებ და არც თავსაც არ იტკიებს რომ რაღაცა კომბინაცია გააკეთოს რაღაცა სიმართლეს და ემართა სააკაშვილს ზუსტად ძალის დემონსტრირება დაშინება და ნუ ესეც მიდის მე ვარ და ჩემი ნაბადმა დაღუპა სააკაშვილი და მე ვარ და ჩემი ნაბადი დაღუპავს ამათაც რა ხა წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებენ ხა სრულიად შიზოიდურები არიან უბრალოდ გავიხსენოთ გიორგი გავიხსენოთ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა, ხო და გავიხსენოთ 2005 წელი, როდესაც ურალი შევარდა მამა ბასილის დასაჭერად, ურალი შევარდა ეკლესიაში, მრევლი დაარბიეს და ასე შემდეგ. ახალი მოსული ნაციონალური მოძრაობა. მაშინ ბევრი გაღიზიანდა, მაგრამ აი უყურე ამ მომენტია ნულოვანი ტოლერანტობა და კრიმინალთან ბრძოლა ვინც არ უნდა იყოს ამან მაშინ დააწყნარა ხალხი და ბევრი ვერ მიხვდა რომ სადაც არის გადაცდომა და ესეთი უპატივცემულობა ისეთი ფასეულობების მიმართ რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ადრე თუ გვიან გადავა სულ სხვა მარაზმში აი მაშინ რომ ვერ გავთვალეთ ამიტომ მოხდა კრიმინალების დახრეტა ქუჩაში მე მოხდა ბიზნესმენების ცემა და ბიზნესების გადაფორმება მე უკვე ვინც არ მოეწონებოდა იმათი დაჭერა და ანუ ვაკხანალიაში აღმოჩნდით ფაქტიურად საქართველოს ხო ანალოგიური სიტუაცია და ხალხი თავიდან ფიქრობდა რომ ეს არის კრიმინალთან ბრძოლა და მე უკვე ბოლოს მივხვდით რომ რა კრიმინალ უკვე აცდა იმ კრიმინალს კაცო აღარ არის მაგდენი კრიმინალი საქართველოში აღარ იყო დღესაც იგივეა ის ზოგიერთი რომელიც უყურებს ეგრეთ წოდებული ესე ვთქვათ ფანი ქართული ოცნების რომ უყურებს რომ დაიჭირეს ის ვიღაც ნაციონალი თან დაიჭირეს არა იმაზე რაც მართლა დაშავებული აქვს არამედ იმაზე რომ კომისიაზე არ მივიდა და ის მასში შეწოდება არ არის დამნაშავეა უნდა დაიჭირონ ის ვერ ხვდება რომ კანონი თუ ირღვევა ან იწერება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების დასაცავად ხვალზე შეგეხება შენს დღეს რო შენ მოგწონს რომ ვიღაცა დააკავეს რომელიც შენ არ მოგწონს პიროვნულად თუნდაც ან იცი რომ დამნაშავეა მაგრამ დააკავეს კანონის გადაწერით იმიტომ რომ დღეს ინტერესი აქვს ხელისუფლებას მისი დაკავების და არა იმიტომ რომ მან დააშავა ხვალ ეს ამბავი შენ სახში შემოვა როგორც ჩვენ 300,000 პრობაციონერი იყო სააკაშვილის პერიოდში რა 300,000 დამნაშავე იყო მართლა რეალურად? არა, მაგრამ მე როდესაც უკვე ნელ-ნელა აზარტში შედის ხელისუფლება, მე უკვე ყველა სახში თითქმის აკაკუნებს და გეუბნება რომ შენს აი არ მომწონს შენ რომ ეს ფერი გაწვია და უნდა დაგიჭირო ან რაღაც ჯარიმა უნდა გამოგიწევო. მაგრამ მოვიდა ჭამაში ხო ახლა თან მე ევროპული კანონმდებლობას და ამერიკულის გადავქეკე და ვერ ვიპოვებ ესა და აი კანონიც კი რაღაც აი კანონის ქვეპუნქტიც კი იმისა რომ ამაზე რა ქვია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობა ციხით ижებოდეს და არსად პროკურატურაში გამოუცხადებლობა არ ижება ციხით უბრალოდ ძალით მოდიან მერე დროთა განმავლობაში და მიიღებ ხარ პროკურატურაში ძალით და თუ დასაწყისად დაკითხავენ და გაუშვენ კი ბატონო, სასამართლოზე გამოუცხადებლობა უნდა მოვიდეს პოლიციელი და ძალით უნდა წაგიყვანოს მეორე დღეს თუ მესამე დღეს, როცა ჩანიშნავენ იმ სასამართლო პროცესს, ევროპაში არის ესე, ციხეში არ ჩაგაჯენენ და ციხეში არ დაელოდებ იმას. მოვა, წაგიყვანს და გეტყვის, რომ ეს შენთვის არ გამოცხადე ამ სასამართლო პროცესზე, ხვალ იმართება სპეციალურად და წამოკეთილი უნდა ინებოდა წამომზადდა ეხლა იმაში რა ქვია, სასამართლო დარბაზში. და დემოკრატიის პირობებში რომელიმაზე რა ქვია კომისიაზე გამოუცხადებლობაზე რვათვიანი ციხე ანუ სასამართლო ნორმალურ ქვეყანაში მარტო დანაშაულისთვის არის უბრალოდ ის რა ქვია ციხე ნორმალურ ქვეყანაში კონკრეტულად დანაშაულისთვის უნდა რა ქვია
მიუსაჯო და როდესაც შენ დანაშაულად თან საციხე დანაშაულად თვლი უბრალოდ კომისიაზე არ გამოცხადება ანუ დანაშაული კი არ ჩავიდინე ჩემი არ გამოცხადებით არავინ არ დაზარალებულა სახელმწიფო ზარალი არ მიადგა კერძო პირ ზარალი არ მიადგა უპატივცემულობა მარტო იმის გამო რომ მე უბრალოდ არ გამოვცხადი და კითხვებზე პასუხი არ გავეცი ციხეში უნდა წავიდე ნუ რომელ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ საერთოდ მაგრამ მოწყვლადი ჯგუფები აი და ესე დავარქვათ ხა ვიღაცა ეთქოს როგორი მოწყვლადი ვაგერ პარტიის და ამხელა იმის ხელმძღვანელები პოლიტიკოსი მოწყვლადი ნიშნავს იმას რომ საზოგადოება თulis რომ არ მოსწონს და აქედან გამომდინარე მათი დაჭერა არ იქნებოდა არ გახდებოდა ნეგატივი ისინი ხო სინამდვილეში ამ გარკვეულ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებენ მიშაც ესე აკეთებდა სხვათა შორის და ხედავდა და ადამიანები მზად იყვნენ კრიმინალი რო დაერქვა და კრიმინალსაც თავისი წესია კრიმინალსაც თავისი უფლება აქვს როგორც კი შენ გადაცდომას აკეთებ იქ შენ სახელმწიფო ჩამოანგრიე უკვე შენ თვითონ თავად გახდი ხო კრიმინალი იმიტომ მოვიყვანე მაგალითად ეკლესიაში შევარდნა ერთია რომ შენ კრიმინალს ებრძვი კაი შეიძლება მამა ბასილი რაღაცაში თქვა გადაცდომები ქონდა და მაგრამ ძალის დემონსტრირება ურალით ეკლესიაში შევარდნა კედლის დანგრევა და ესე მრევლის დარბევა ცემა რაღაცა ეს არის ძალის დემონსტრირება გაგივიდა მაშინ მაგრამ გავა პერიოდი და უკვე აღარ გაგივა ხალხი ხვდება ამ ყველაფერს ზარია მოდით უკვე მეორე ტრეკავს მაყურებელი უპასუხოთ დიახ გისმენთ ეთერშია დიახ ეთერში ბრძანდებით ისევ გამოდიოს მოგესალმებით სერი მოხალხე გამოდიანებო ეს ფონდამენტი ყველაფერში გეპასები ცუდად ისმის თქვენი ხმა და იქნება დაუწიოთ ტელევიზორს Essa mobile foi არ გვესმის თქვენი ხმა არ გვესმის კარგად ცოტა ტელეფონს მოაშორეთ რა ის აი მოშორდით რომ ხმა გავიგოთ რაღაც აფთიაქს მოვკარი ყური კი და ძალიან გთხოვთ დაუწიეთ მიმღებს იმიტომ რომ თქვენს გეშლებათ ანუ არ გეძლევათ საშუალება რომ თქვენი აზრი გამოთქვა. ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვესმის და არც მაყურებელს არ ესმის და ტყუილად დროს ვკარგავთ. ძალიან გთხოვთ. მეგობრებო, გავითვალისწინოთ ეს ნიუანსები, ტექნიკური საკითხებია, რომელიც თქვენს და ჩვენს უფრო კომფორტულ გარემოს შეგვიქმნის, რომ ეთერი გავაგრძელოთ. გიორგი ამბობდი შენ რაღაცას. ხო არა, ამ დაპატიმრებებზე გამოუცხადებლობაზე ხა მე არ მომეწონა და ვიღაცა დავიჭირე ეგრე არ გამოდის ხა ჩვენ მოგწონს ირაკლი ოქროაშვილი არ მოგწონს კაცმა თქვა რომ მე საერთოდ პოლიტიკიდან წავედი და თქვი არ შევზივარ და არაფერს არ ვაკეთებ და დაუძახეთ ვისთვის დაუძახეთ ჯერის ვერ გავიგეთ და მე დაუძახეთ არ მივიდა და ვაფერ ციხეში ჩააჯიეს რაღაცა ესეთი ეს არის რა ხო გიორგი უკაცრავად შეიძლება 8 თვე კი არა 8 წელიც ეკუთვნოდეს ოღონდ საქმე და დამტკიცება და სასამართლო დადებით თორე ეს ასე დაჭერა შეიძლება კაცო ადამიანის ზარია ეთერში მოუშვით ისაუბრეთ გისმენთ დიახ ალო დიახ გისმენთ ალბათ მოგესალმებით This is actually საკუთრივ ხი არ გიჭერთ ხარ. რაში? ხალხი არ გიჭერთ არჩევნებზე არ გაწევთ იმდენს რომ მოგწოდეთ ხელისუფლებას. და ვიფიქრიათ რატომ? არ გვესმის ქალბატონო ხალხი რა ხარ გიჭერთ? ხარს არ გიჭერთ. რატომ ქალბატონო? და არ გიფიქრიათო თქვენ რატომო? და თქვენ გითხარით. გითხარით ქალბატონო, სულად ისმის თქვენი ხმა უბრალოდ. ხო, იცით რატომ თქვენ არ გწამთ დემოკრატია. თქვენ გწამთ კეთილმეფე. სწორია. რა? კეთილი მეფე გწამთ თქვენ. კეთილი მეფის? ჩვენ? ხო, მეფე გინდათ კეთილი. ვინ გითხრათ თქვენ და ჩვენ მეფე? რასაც აკვლაპარაკობთ ახლა პირველი ნახევარის და მეორეს აღარ გეუბნებით სხვა დღეებს მაგაზე მიდის ლაპარაკი. ჩვენ პირიქით კანონი უნდა იყოს ერთპიროვნულ მართლობის წინააღმდეგ გამოვდივართ რა კეთილი მეფე გვინდა ვერ გავიგე. აბა თვითონ მოუნდავით მოგვიწოდეთ რომ აი მეფე რევოლუცია გადადიოდო მემკვიდრეობით მეფე
არა, მონარქისტობა სრულიად სხვაა და თანაც კონსტიტუციური მონარქია მე კი ბატონო. არა, ერთი წამით, თანაც მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თარხან მოურავი პირიქით ამბობს, რომ ვერ აღდგება საქართველოში კონსტიტუციური მონარქია. ну, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში და იმის მომხრე თვითონ არ არის. თვითონ არ არის თარხან მოურავი და რატომ დაგწამებთ წილს ვერ გავიგე, ანუ რატომ ამბობთ ისეთ რამეს რაც არ არის. აი ხელისუფლებაში ვინც მოიყვანეს, აი იქ მე მგონი მართლაც იმ ხალხს, ვინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა, აი კეთილი მეფის მე მგონი იმაცსამთ რა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ყველაფერში ესე ჩანს. ну ის ერთი კაცია, რომელიც გადაწყვეტს, მეფეც არის, პატრიარქიც ის არის. საერთოდ ყველაფერი რაც კი შეიძლება თანამდებობები არსებობს, ყველაფერი თვითონ არის. აი იქ კი ბატონო, აი აძლევენ ხმას. ჩვენ პირიქით ერთ პიროვნული მართლობის წინააღმდეგი ვიყავით, ვართ და ვიქნებით ყოველთვის. დათოს ვიბაზე ვეკარო ბუნგერაზე კაცი ხარ შენ მონარქია როგორ ამერიკა არის დემოკრატიული ქვეყანა თუ არ არის კითხვა ეგ არის ქალბატონო სწორად გავიგე არ არის დემოკრატია ამერიკა არის პირველი დემოკრატიული ქვეყანა მთელ მსოფლიოში ირჩევენ, დიახ, ირჩევენ. აი ამერიკა არის პირველი დემოკრატიული ქვეყანა, პირველი, რომელიც შეიქმნა მთელ მსოფლიოში. როგორ? და ირჩევენ. ან ერთი წარმომადგენელს, ან მეორე. სხვას არ აკნება, რომ იყოს პრეზიდენტი. მოსტერია. არა, ორი რჩება ქალბატონო, თორე თავიდან შეიძლება 6-იც იყოს, შეიძლება მეტიც იყოს, 10-იც იყოს. მაგრამ მე რჩება არა ორი პარტიის წარმომადგენელია მარტო კი და აი ახლა წავიდა ლაპარაკი იმაზე რომ მასკმა დააყენა საკითხი რომ მესამე პარტიაც უნდა შეიქმნას თორე ორი პარტია არ არის ორი პლატფორმაა თორე პარტიები ბევრია კი კონგრესში და სენატში ბევრი პარტიებია ქალბატონო მაგ არის Tea Party რა ქვია კიდე რაღაც იმის რაღაც პარტია ბოსტონ რაღაც ხო მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ ერთია რომ ორი პარტია დომინირებს და მეორეა უფლება აქვს თუ არა არსებობდეს მესამე დიდი პარტია. რა თქმა უნდა უფლება აქვს, უბრალოდ თუ თვითონ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა რომ დომინირებს ორი პარტია და მომხრეები არიან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ეს არ ნიშნავს იმას რომ დემოკრატიული არ არის ქვეყანა. ეს ამერიკელების არჩევანია. ამერიკას ხა ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებს არ დავარქვით, ის უფრო პლატფორმებია, სადაც რამოდენიმე რასაკვირველია, თვითონ შიგნით არიან ნეოკონსერვატორები, ნეოლიბერალები და თვითონ იმ პარტიებში შიგნით. სხვათა შორის დიდ ბრიტანეთშიც ესეა, კაცო, კონსერვატიული ან ლეიბორისტული კი არ იყო მარტო, არამედ შიგნით ასევე კიდე პარტიები იყვნენ, რომლებიც თვლიან, რომ ამ პლატფორმაზე შევიდნენ. ეს მომენტი. ვიგები, ტორები დიდ ბრიტანეთში და ამიტომ დემოკრატია სხვა რამეა, ჩვენ კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობდით ქალბატონო და კანონის დაცულობაზე, ამაზე ვსაუბრობდით და სასამართლო სისტემა, რომელიც აკონტროლებს ზუსტად იმ კანონის დაცვის მექანიზმს. ამაზე ვსაუბრობდით, დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ქვეყანა, სადაც სასამართლო არ შეიძლება იყოს პოლიტიზირებული. არ შეიძლება ემორჩილებოდეს, მოსამართლე ემორჩილებოდეს პროკურორს ან რა ვიცი, ან პრეზიდენტს ან ვინმეს. პირიქით პრეზიდენტზე აგერ მაგალითი მოყვა გიორგიმ, სწორედ რომ პრეზიდენტს აგერ ტრამპს გაუჩერა ხო კანონი და თქვა ფედერალურმა მოსამართლემ გაუჩერა კანონი. ის კი არა მოსამართლეს გამოუტანია და იყო აგერ სულ ახლახანს იყო კაცო კლინტონების საქმე იყო კიდე უფრო ადრე იყო იმპიჩმენტებია გამოტანილი და ახლა მეტი დემოკრატია არ ვიცი ხა ჩვენთან აგერ წინასწარ იციან დაახლოებით გეუბნება მთავრობის წარმომადგენელი დიდხანს არ დაგიჭერ ცოტა ხანში გამოხვალ ანუ მან უკვე იცის მოსამართლე რას გამოგიტანს ჩვენ ეს საინტერესო ის არის რომ ის ფედერალური მოსამართლე რომელმაც შეუჩერა ტრამპს კანონი ტრამპის მიერ არჩევნდა დანიშნული იყო ეს ყველაზე ეს არის დემოკრატია ეს არის თავისუფლება რომ მიუხედავად იმისა რომ ამ პრეზიდენტის მიერ დანიშნულია ის თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს ამერიკელების წინაშე
ამაზე დგას სახელმწიფო, იმას ესე მიაჩნია. ამერიკის სახელმწიფო ამაზე დგას და თუ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ პირიქით დაინგრევა, თორე გახსოვთ თქვენ ირანგეიტის საქმე, კაცო, ის რაღაცა პიროვნული რამის გამო კი არა, სახელმწიფო ინტერესიდან გადაწყვიტა იმან, რომ გაეკეთებინა, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა არა ხარ ძმაო მართალი, არ უნდა გაგეკეთებინა ამ გზით და სახელმწიფოს გადარჩენა და სახელმწიფოს უსაფრთხოება სწორედ ამ სისტემაზე დგას. და ამიტომა ის ძლიერი როა, თორე ტრამპი თავისი თვისებებით. ხა ბევრი ავტორიტარი ტიპია, ხო, ჩანს, მაგრამ და იმასაც ხედავდით, კაცო, ბრეჟნევის ის გამახსენდა, ხო? რესპუბლიკელები ყოველ იმაზე წამოდგებოდნენ, დაშუკრავენ, ყოველ იმაზე ფეხზე დგებიან, მაგრამ იქვე დგანან, უბრალოდ ისხდნენ. ეს არის განსხვავება იმ ბრეჟნევის და საბჭოთა კავშირისგან. იქვე ნახევარი ზის, რომელიც საერთოდ მიიჩნევს, რომ ფეხზე ადგეს კი არა, არც დაშუკრავს და მისი მოწინააღმდეგეა. ეს არის ის სისტემა, რომელიც სისტემაც არ დაუშვებს ვინმე ერთი ავტორიტარის, ვინმე ტირანის წარმოშობას. ამიტომაც არ ეშინიათ ამერიკელებს, ვინც არ უნდა მოვიდეს, ძირითადი სისტემა უცვლელი რჩება. და ის ძირითადი სისტემა ზუსტად იმ დემოკრატიას ნიშნავს, რაზედაც ჩვენ მუდმივად ვაპილობთ. ატარა ბუშზე ამბობდნენ, რომ აი ზუსტად ამერიკული იმაზე ერთ-ერთ სემინარზე ვიყავი მე ბრიუსელში და აი იყო ზუსტად მაგაზე წამოიჭრა ამერიკა ეს არის საოცარი ქვეყანა, რომლის ადმინისტრაციულ რესურსად შეუძლია რომ ნებისმიერი პრეზიდენტი გადახარშოს. აი ისეთიც კი როგორც ჯორჯ ბუში პატარა იყო, ხო? ეხლა დიდი განათლებით არ გამოირჩეოდა და დიდი განათლების, ხო? ისიც კი გადახარშა და ნორმალურად მას რა ქვია მიიღო ამერიკამ. ეს არის ამერიკის სიძლიერე და ეს არის დემოკრატიის, ნებისმიერი დემოკრატიის სიძლიერე, რომ აქ ყველაფერი დგას საშუალო რგოლზე და საშუალო და დაბალ რგოლზე დგას და აი ფუნქციონერებზე და აი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებზე. ისევე როგორც აი გასაჩენებობ, ისევე როგორც თვითონ ქვეყანა საშუალო ფენაზე დგას. ხო, იმ ადამიანებზე, მილიარდელებზე კი არა, ან თქვა ღატაკი საშუალო ფენაა მთავარი. ზუსტად ესევე საშუალო ფენას წარმოადგენს უკვე პოლიტიკურ კლასში, აი ეს ადამიანები, ვინც პროფესიონალები არიან. ისინი მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელია, დემოკრატია, პროფესიონალია, სახელმწიფო ტიპები არიან. რა, ესაა ალბათ ყველაზე დიდი პლუსი. სხვათა შორის ეხლა ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი. ეხლა ახალი დამავიწყდა მაგის სახელი. კანდიდატია და პრაიმერიზი მოიგო ყოველ შემთხვევაში. ტრამპს არ მოსწონს ეს ტიპი. მაგრამ ტიპი აცხადებს შემდეგ რამეს, რომ მილიარდერი როგორც კლასი უნდა მოვსპოთო. აი როგორც კლასი. შეიძლება იყოს მილიარდერი, მაგრამ ზოგადად როგორც კლასი რო ყალიბდებიან მილიარდერები, ეს უნდა მოისმოს. ამბობს ადამიანი ამერიკაში, წარმოიდგინე 360 მილიონიან ქვეყანაში და შენ საქართველოში მილიარდერების კლასი კი არა, ბიჭო, კლასიფიკაციაც უკვე აღარ ვიცით როგორი დავთქვათ. ზარი ეთერში გიორგი და უპასუხო და მე თქვი, კარგი? პირდაპირ ეთერში გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება? კი ბატონო. რამდენი წელი ბრძანდებით თუ გასავალ? მე ყურადღებით გისმენთ რაც ლაპარაკობთ. რამდენი წელი ბრძანდებით? 50-ის. 50-ის? 10-ის. კეთილი, უმეტი მადლობა. ყურადღებით გისმენთ 3 ის გიყურებთ აქ. მადლობა. დიდი მადლობა. სუეგი ხო? გაიგაცო. ვიდი გიორგი. გაიგაცო. ხო, არა, რას ვამბობდი, ევროპაში მაგალითად კარტელური ესენი რა ქვია, არის დიდი ფირმები, მაგრამ აი ყველაზე ელემენტარული ავიღოთ ხა. თბილისში რო შეხვალ კარფურში, ხო, რაღაცა ვერ გაიგებს საიდან შემოტანილი პროდუქცია, ხო, ხა. ევროპაში მაგალითად ესეთი დიდი სუპერმარკეტები, როგორც არის ოშანი, როგორც არის კარფური, როგორც არის არ არიან კარტელები, ესენი არიან აი საშუალო და მცირე ბიზნესიდან ყიდულობს ის ემასაც რა ქვია კიტრსაც, პამიდორსაც, ამასაც, იმასაც, ანუ ეს რო მონოპოლიზებული იყოს ის პირიქით ის დიდი ფირმა ეხმარება ამ პატარა ფირმებს რაღაცა პროდუქციის შესყიდვაზე და იმის რეალიზაციაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაზე მაქვს მე საუბართ, რა შეიძლება ესა რა ქვია რძის პროდუქცია ან
ვისკები ან კონიაკი პატარა ფირმამ ვერ აწარმოოს. ხო, საშუალო ნაწილი რა თქმა უნდა დიდი მონოპოლისტები უნდა იყვნენ ამის ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ საშუალო და მცირე ბიზნესზე უნდა იდგეს სახელმწიფო. თუმცა გიორგი, ბოდიშით, შენთან ევროპაში, ანუ შენ სადაც ახარ, იგივე საფრანგეთი ავიღოთ. პატარა ფერმები, ვისაც აქვს, ვინც ვერ უწევს, თქვათ, ვინც ვერ უწევს კონკურენციას დიდ ფერმას, რომელიც თქვა 1000-ობით ტონობით რო რძე მოაგდა ასში, მაგრამ პატარა ფერმები, ის მწარმოებელი, ეს იქნება რძის მწარმოებელი, ყველის, თქვათ, რა სხვადასხვა, ანუ რძის პროდუქციის მწარმოებელი დიდი, მისგან ყიდულობს მის პროდუქციას, რომ ზუსტად არ ჩაიძიროს ის მცირე ბიზნესი. კი, ანუ მას შეუძლია მარტო რამოდენიმე დიდ ფერმასთან მოაწეროს კონტრაქტზე ხელი და მარტო მათგან შეისყიდოს, მაგრამ ხელისუფლება არ აძლევს იმის საშუალებას. აი ზუსტად ეს ანტიმონოპოლიური სამსახური მუშაობს, რომ თუ კი პატარა ფერმა გაძლევს შენ ხარისხიან პროდუქციას, შენ ვალდებული ხარ რომ შეისყიდო ეს პროდუქცია, რათა ბიზნესი არ ჩავარდეს და არ დაზარალდეს ოჯახი ან რამოდენიმე ოჯახი. ეს არის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან. კონტროლი იმაზე რომ მონოპოლია არ აიღოს რომელიმე ერთმა დიდმა წარმოებელმა ხელში. ცნობილი ნორმანდიული ფირმა რო არის პრეზიდენტი, აი კარაქს და ყველი, ხო, კარაქი, ყველი, არაჟანი. სრული 100% რძეს ყიდულობს ნორმანდიის ფერმერებისგან. ის რძეს არ აწარმოებს. აი რძის მწარმოებელი ფერმერები, ანუ ვინც აწარმოებს ამ რძეს, ხო, იმათიდან ყიდულობს. ანუ აი ეხლა ნორმანდიაში ძალიან კარგი არის ის რომ გახსნა ფერმა, იყიდოს ძროხები და გაიგო პრეზიდენტია თუ სხვა ფირმები მოვლენ და შენიდან იყიდიან. პრობლემა არ გაქვს ამის რა მიგერა რა შეესახა. ეს როცა ხელისუფლებას აქვს ინტერესი ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას. როდესაც ხელისუფლებას აქვს ინტერესი რომ ყველა ბიზნესი ჩაიძიროს და მარტო მსხვილი მწარმოებლები იყვნენ, იმიტომ რომ 4 და 5 კაცის კონტროლი უფრო ადვილია და თან ის ვიღაც დიდი ფირმის მფლობელი ბუნებრივია მუდმივად შიშის ქვეშ იქნება რომ თუ რამეს დავაშავებ ყველაფერს ვკარგავ და ბუნებრივია დაემორჩილება ხელისუფლებას და ხელისუფლების ინტერესი არის მარტო დიდი ფირმების, ასე ვთქვათ, ფირმებისგან შექმნას რაღაც ბიუჯეტში შემოსავალი, რომელიც ბუნებრივია არ ყოფნის, იმიტომ რომ ის ბიუჯეტი რეზინის ხო არ არის და არც ის მსხვილი მწარმოებელი ძალიან დიდ ფულს არ შეიტანს ბიუჯეტში, ვინაიდან ხელზე აქვს ბევრი გასაცემი, თვითონაც აქვს დასატოვებელი და მცირე ბიზნესი, რომელიც რეალურად შეავსებს ბიუჯეტს, იმის განვითარების ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს, იმიტომ რომ მე არჩევნები როდესაც მოდის, შენ მას ვეღარ აკონტროლებ, შენ ვერ ეუბნები რომ 500 ლარს ან 1000 ლარს გადაგიხდი და ხმა მომეცი, იმას შემოსავალი აქვს 10000, 15000 ლარი, შენი 1000 ლარი რა შეეყოფა და ის რომ შენ 20000 გადაუხადო, ეს უკვე ძალიან ძვირი გიждდება, ანუ ამერიკის არჩევნებს შეიძლება აჯობო თანხობრივად, თუ კი შენ იმხელა თანხებზე გახვედი. აი ეს არის ამოცანა ხელისუფლების მუდმივი ელექტორატის შექმნას იმ გაჭირვებით, რა გაჭირვებაშიც შეყავს საკუთარი მოსახლეობა და ნუ ხალხი ხომ უნდა მიხვდეს, კაი, ერთხელ აიღეს 500 ლარი, თუ 1000 ლარი, თუ 200 ლარი, არ ვიცი. ერთხელ აიღე, ორჯერ აიღე. ხო ხვდები რომ შენი ცხოვრება არ უმჯობესდება, რომ სულ კრახისკენ მიდიხარ შენს და შენს გვერდში მდგომი ადამიანებიც, ხო კრახისკენ მიდიან. ხო უნდა მიხვდე რომ ამით ვერ განვითარდება ქვეყანა და გააკეთო ეს რეალური, ან გადადგა ეს რეალური ნაბიჯი, გააკეთო სწორი არჩევანი და აირჩიო ნორმალური ეროვნული ხელისუფლება. ნუ იმედი მაქვს რომ დადგება ალბათ ამის დროც. თქვი იგია. არა, აი ისევ იმაზე მონოპოლისტებზე გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ეხლა არ არსებობს ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ იმან რო შეისყიდა ის რძე ყველი იმან აწარმოა და ის არის მონოპოლისტი. არ არის ბატონო მონოპოლისტი, იმიტომ რომ პატარა რესტორნები და პატარა ესენი ახლა საფრანგეთში არ მინახავს მე პატარა რესტორანი, რომელიც ადგეს და წავიდეს და პრეზიდენტის ყველი ემასმას და იყიდოს ან კარაკი იყიდოს, ხო? ისინი ყიდულობენ ადგილობრივი ფერმერებისგან, ანუ ყველაფერი გადანაწილებულია, აი ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერი აწყობილია, რომ აი
აი ვიღაცამ გიორგიმ, გოჩამ, გიორგიმ, ვიღაცამ, მაქსიმემ, ყველამ აი ამ გემაში თავისი პატარა მცირე ბიზნესი თუ დაიწყო, ხო? ის არ ჩავარდეს და არ მოკვდეს და არ განადგურდეს და იყოს ემაზე, ხო? ხა რატო არის ევროპაში რომ უმუშევრობაზე ემოშებიან რომ არიქა უმუშევრობა ძალიან დიდი დახმარებებია იმაზე რომ შენი პატარა ფირმა გახსნა და რაღაცა აწარმოო და რაღაცა ეს არ მე როგორ შენზეა დამოკიდებული იმას რამდენად აქვს ბიზნეს ნიჭი და არ აქვს ბიზნეს ნიჭი თქვენ ის რომ შენ სახელმწიფო დგას საშუალო და მცირე ბიზნესი ეს არის აქსიომა და საქართველოს ხედავთ რომ იმ დეპუტატის არის ეს ბიზნესი ამ დეპუტატის არის ესა იმ მინისტრის არის ის ამ მინისტრის არის ეს და გადავირიე გასულა ავას უყალას ბიძაშვილს და ნათესავს ახლა აღმოაჩნდა ესა რა ქვია ბიზნესის ნიჭი და აქამდე სად იყვნენ მამაცხოვნებულები ხო აქამდე სახში იჯდნენ ახლა ხელისუფლებაში არაფერი აუც მე მგონი აი მართლაც უკვე მივედით ბოლო იმაზე გავედით მე ერთი მინდა უთხრა რომ ჩვენმა მაყურებელმა არ მინდა ნიჰილისტური განწყობა ქონდეს მე მინდა მას განწყობა ქონდეს რომ მართლაც შეიძლება რა ჩვენს ქვეყანაშიც ისევე როგორც ვთქვათ ევროპაში ახლა რასაც გიორგი ლაპარაკობს ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია თუ კი წავალ შეთანხმებების გზით პოლიტიკაში შეთანხმებების გზით იმაზე რომ ის ადამიანები რომლებიც დღესდღეობით პოტენცია აქვთ იმისი რომ მათი შრომა სწორად იყოს რა ქვია ჩადებული და გამოყენებული აქედან კი არ გარბოდეს არამედ ამ ქვეყანაში მოდიოდეს და მათ არანაცვლებდეს მე მართლა ჩვენთან სერიოზული პრობლემა შეიქმნა გიორგი და ამაზე ადრეც ვლაპარაკობთ მე კიდე ერთი გადაცემაც ალბათ მივუძვნათ იმიტომ რომ თქვენ უკვე დიდი პრაქტიკა გაქვთ ამისი მე ამ შემთხვევაში ევროპას გულისხმობ იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ადამიანებს აღეზიანებს ახლა ამბობდი შენ რომ აი რჩევას აძლევს რაღაცას თხოვს ეს რატო აკეთებს ამას გავლელი აქვს უკვე ნანახი აქვს აი ის რაც მათ უკვე ნანახი აქვთ მოდი იქნება და ჩვენთანაც რაღაცნაირად რაღაცის მექანიზმები შევხედოთ როგორი მექანიზმებია რამდენად ეფექტურია რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეფექტურად იმუშაოს ხო აი ეს თემებიც ღმერთმა ქნას რომ იმიტომ რომ მართლა სერიოზულად გვაწუხებს ბევრი რამ ერთი დემოგრაფიულად გასვლა აქედან ქართველების და მეორე მათი ჩანაცვლება იმ ადამიანების რომლებიც უფრო რთული გარემოდან მოდიან და უფრო თქვენ წარმოედგინოთ უფრო დიდი გაჭირვებიდან მოდიან და ეს ადამიანები მზად არიან რომ ყველაფერი გააკეთონ მე მათიც მესმით ჩვენ ადამიანებს თავიანთი კანონებით სხვის მონასტერში ამას ცდილობენ რომ გააკეთონ სხვის მონასტერში ევროპას გავლილია ხაბარა ევროპას რასაც დღეს უყურებს რაღაცა 30-40 წლის წინ ახალგაზრდები ვიყავით ჩვენ ესპანეთი და პორტუგალია რომ ესენი გახდნენ რა ქვია დემოკრატიული ქვეყნები დიქტატურა იყო გაკანებული 70 წლებამდე ხო რა ლაპარაკი კი ბატონო გიორგი ჩვენი დრო ამოწურულია უკვე დიდი ხანია და ჩვენ გადაცემა მოხდა დროის კიდევაც დიდი მადლობა რომ ხაზზე ხარ ყოველთვის და ხარ ჩვენთან ერთად მე გოჩა და გიორგი ვემშვიდობებით მაყურებელს მომავალ ორშაბათამდე მე პირადად თქვენ შევხვდებით ამ ხუთშაბათს 6-ის ნახევარზე კარგად ბრძანდებოდეთ